ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. მკვლელობა აგარაკზე. კიდევ ერთი გვამია ნაპოვნი. სად? დიოში. საკუთარ აგარაკზე მოკლულია ბიზნესმენი ნიკა ქორიძე. ყელი აქვს გამოჭრილი. სავარაუდოდ ბასრის საგნით. გვამი მეუღლემ აღმოაჩინა. პოლიციაშიც იმანდარეგა. რაც შეეხება დეტალებს, იცი რა, მეგონი გვამი შეეხა და მე დაგირეკავ რა. აკაკი დეტექტივი აკაკი ჯანელიძე. ეს თქვენ ბრძანდებით. დიახ. ძალიან სასიამოვნოა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი კატო მამალაძე. სასიამოვნოა ჩემთვისაც. თქვენზე ბევრი მსმენია. მე კი თქვენზე. მართლა? მაინც რა? ის, რასაც ახლა საკუთარი თვალებით უყურებ. და რას უყურებთ? იმას, რასაც ჩემი მეუღლე არის უყურებდა, რომ უყურებდე. ესე იგი ცოლიანი ხართ. გამოდის, რომ ჩემ შესახებ მთავარი რამე არ გცადნიათ. ნოე სად არის? საზღვარგარეთ მივლინებაში. დიდი ხნით? არ ვიცი.
იმედია დიდი ხნით. ყელი ბასრის საგნითა აქვს გამოჭრილი. მეც ეგრევე ვფიქრე. სავარაუდოდ სიკვდილის დადგომაც ამან გამოიწვია. მკვლელობა საკმაოდ სივსისხლიანად არის ჩადენილი. მკვლელს აშკარად ხელი არ აკანკალებია. მკვლელობა დაახლოებით 4 საათის წინ მოხდა. გვამს ძალადობის სხვა კვალი არ აღენიშნება. როგორც ჩანს, მკვლელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. სავარაუდოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სექსუალური კონტაქტი ჰქონდა. როგორ ხვდები? სიკვდილამდე ვისთანაც ჰქონდა სექსი. სამი თვის წინ იყიდა ეს აგარაკი ნიკამ. აქვაპირებდით ცხოვრებას. ამბობდა სიბერაში ჩვენი ნავსაყუდელი იქნებაო. ისე ძალიან ბევრი რამე არ მოსწონდა და ამიტომ სარემონტო სამუშაოებს თვითონ ედგა თავზე. აუზიც გააკეთა, ბაღიც. ოღონდ მე არ ამოვდიოდი აქ. უпростоრეთ აქ არ მიშვებდა. რატომ? ნიკას სიურპრიზები უყვარდა. ამბობდა დავამთავრებ და შემდეგ აგიყვანა. გუშინ საღამოს როგორ აღმოჩნდით აქ? გუშინ ჩვენი ქორწინებიდან 25 წლის თავი იყო და ღამე დავადექი თავზე. სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა. თქვენ მეუღლეს მტერი ყავდა? როგორც ამბობენ, კარგ ადამიანს ყოველთვის ყავს მტერი. ეზოში აღმოჩენილ გვამზე რა სიტყვით? ის პოლიცია მიპოვა. მე შოკში ვიყავი და საძინებელი ოთახი არ დამიტოვებია. არ გამოვსულა იქიდან. იცნობდით იმ კალს? ამაზე ახლა ფიქრიც არ მინდა. მოტოციკლეტის კვალი აქ წყდება. ამ ადგილამდე მოტოციკლეტი მანქანას მისდევდა. ნასროლი გრილზებიც აქვე გდია. სავარაუდოდ ცეცხლი პირველად იქ გაიხსნა. ალბათ. ტყვიების რაოდენობით და სისხლის კვალი თუ ვიმსჯელებთ ერთ ადამიანს არ ესროდა. ესე იგი, ერთ დღეში მტკვარმა 3 გვამი გამორიყა. 2 ორთაჭალის კაშხალთან, 1 ბიღომში. ცხეთასთან პოულობ დამწვარ მანქანას, სისხლის კვალს და ჰილზებს. რას ფიქრობ? 3-ვე გარდაცვლილი დაახლოებით ერთ დროს არის მაკლული. ეს 3-ვე დანაშაული ერთმანეთთან კავშირშია. მით უმეტეს 3-ვე ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ამის დანამდვილებით თქვა მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ გახდება შესაძლებელი. სისხლის კვალი მდინარემდე მიდის. 3 გარდაცვლილიდან 2 ზურგში აქვს ნასროლი. ერთს გულმკერდის არეში. შეიძლება რაღაც მომენტში მკვლელისკენ შემოდრეალდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მანქანის აფეთქების ხმა ღამის პირველის ნახევარზე გაიგეს. 3-ვე დაახლოებით ამ დროსაა მოკლული. ესე იგი,
მკვლელობა აფეთქების შემდეგ მოხდა. ალბათ მანქანა რომელიმე გარდაცვლილს ეკუთვნის. ალბათ. ორთაჭალა, დიღომი, ცხეთა. შეიძლება ეს ადგილი დანაშაულის საწყისი პუნქტი იყოს. შეიძლება. შერიგდით? არა, არა თუ ჯერ არა. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. ვიღაც სტრიპტიზორის გამო ასეთ გოგოს მარტო სულელი თუ მიატოვებდა. ესე იგი მე სულელი ვარ? ეგ მე არ მირხავს ეგ შენ თქვი. ნატა პროფესიონალი მოცეკვავეა. სულს არაფერს აკეთებს. იცავ? ხო, ვიცავ. ნატაზე სერიოზულად არ ფიქრობ. კესოზე ფიქრობდი სერიოზულად. ცხელა, მან ცოტა ფრთხილად. სამხილი შეიძლება მაცივაშიც იყოს. რომანტიკული ვახშმის ნარჩენებია. იტალიური ღვინოა, საკმაოდ ძვირად ღირებული. ჩაჩი აქვს დაზიანებული. საინტერესოა. რაღაცამ გამოიღო და გახსნა დააპირა. მე რაღაც მიზეზის გამო გადაიფიქრა და უკან შედო. შეიძლება ასეც იყო. შეიძლება არც იყო ასე. სხვა ვერსია გაქვს რამე? კი, მაქვს. ოღონდ ჯერ ჩემთვის. ხო, რეზო, ხო. რა პოლიციელებით არის ავსესახლე? დამკითხეს უკვე მეთქი. ხო. ამოხვალ? ხო, კარგი გელოდები. მადლობთ. დედა ვისრას უშავებდა. ბოლოს ისეთი ბედნიერი იყო, რატომ მოხდა ეს? არ ვიცი დედა. მოსამსახურები სად არის? შენ რა გდამყოფი ხარ? სად არიან? არ ვიცი, მე არავინ არ მინახია. წამოდი. დათვალიერებამ რა მოგცა? სკამიდეტობა წაქცეულია. ლოგინი არეულია და ზეც სისხლის კვალი შეინიშნება. სისხლის კვალი აივნისკენ მიდის. სავარაუდოდ ქორიძისგან განსხვავებით ამ გოგომ წინააღმდეგობა გაუწია მკვლელს. გარდა ამისა ოთახში აღმოჩნდა ღვინის ჭიქა და რაც მთავარია, საწოლის ქვეშ შევარდნილი ცარიელი. იტალიური ღვინის ბოთლი. რა იცი? კარგად ვერ ყვები ღვინოებში. არა მარტო ღვინოებში. სხვა? რადგან გოგონას ხელის გული აქვს გადახსნილი, გამოდის მკვლელს მისი მოკვლას დანითუნდოდა. მაგრამ ის შეებრძოლა და დანა ხელით დაუჭირა. მერე ორივე აივანზე აღმოჩნდა. და მკვლელმა ის აივნიდან გადააგდო.
Alfredo il padre, la sorte, l'avvenir tomando qui de sol tue figlia. Zoya. Di due figli. Sì. Pura siccome un angelo, Dio mi die una figlia, se Alfredo metti ai vendere il seno alla famiglia, l'amo diamante giovine, qui sposantardo vea, ora si liguse la vincolo, che lieti ne render. ერთხელაც დავიწყებ, არ შეგეშალოს ზოია. შეგეშლება დაკარგავს სამსახურს. ძნელია? Alfredo il padre, la sorte, l'avvenir tomando qui de sol tue figlia. Di due figli. Sì, Zoya. Pula siccome un angelo. Tripoli, le nocce dell'amor, Tripoli, le nocce dell'amor, e pieni in cielo insistere, no, il vostro cor, no. გამარჯობათ. დეტექტივი გიგნაძე, დეტექტივი მაჭაპელი. ივერი მამასახლისი გამგებელი. ივერი სახელი არის მამასახლისი გვარი, გამგებელი თანამდებობა. გავითვალისწინებთ. სიმღერა ძალიან კარგად გამოგდით. მადლობთ. ქაშაკაშვილთან მღეროდი. იცით, საქმე იმაში გახლავთ, რომ იტალიელ აგრონომებს ველოდებით და დასახვედრად ვემზადებით. ვიფიქრეთ და საბოლოოდ კალაფის არია შევარჩიეთ ტურანდოდიდან, დიახ. არაჩვეულებრივი არჩევანია, მაგრამ იცით, ეს ჟერმონის არიოზოა ვერდის ოპერადან ტრავიატა. ვიღაცა დატოვებს სამსახურს. მე ვიცი, კიდე კარგი მითხარით და მოგზავნით, თორე შევწხებოდით იმ ძირძველ ხალხთან. მანქანის აფეთქების შესახებ თუ გაიგეთ რამე? კალეს ზაპოროჟეთზე ვსაუბრობთ, არა? მოგოცხრათ, ვის ზაპოროჟეთზე? მე აგიხსნით, ესე იგი, ასე თქვა, ჩვენი სოფლელი არის, თანასოფლელი, მანქანის პატრონი, კალენიკე ტყეშელაშვილი. რასაკვირველია გავიგეთ, მისი მანქანის ამბავი რო გავიგეთ, მთელი სოფელი შეიძრა. სად შეიძლება მისი ნახვა? ესე იგი, რომ აფეთქდა, გავიკითხეთ, მოვიძიეთ, მაგრამ ვერ მივაკვლიეთ. ვერც კალისტრატეს, ვერც ოჯახის წევრებს. და სად ცხოვრობენ? იქვე ცხოვრობენ, ისევ იქ ცხოვრობენ, სახლში ძირითადად, მაგრამ აგარაკზეც არიან ხოლმე უფრო ხშირად. ვის აგარაკზე?
ერთ აგარაკს ემსახურებია ნაქვე მთელი ოჯახით. იქნებ მიყვეს ვინმე და გვაჩვენოს. ვინმე უნდა მიყვეს? მე თავად გაგიძღებით. მობრძანდით. ძალიან დიდი მადლობა. რა ასეთ სურათს ხშირად ვერ ნახავ. ეთქობა საჭესთან ხალი ირზე. გააჩერე. ამა შეხედა. აქ როგორ მოხდა? ყველამ მოგვიყვანა. ვენარის პირას მანქანაა აფეთქებული. ადგილზე სისხლის კვალი და ვაზნები აღმოჩენილი. მომართვა, გაიცანით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი. რატომ ამალაძე? ზურაბ გიგნაძე. ეკამაჩაბელი. ივერი. სასიამოვნოა. აქ რასაკეთებს? აგარაკი სადაც მკვლობა მოხდა ამ სოფელშია. ბილდან აკავართ. ეს კატოს მანქანაა, ტალახში ჩაუვარდა და ვეხმარები. თბილისში ვეღარ მიდის. არა უშავს, მოგვიანებით ვინმეს გაგაყოლებთ. მანამდე კი ჩვენთან ყოფნა მოგესწრებს. კარგი. კარგი, წავედით ახლა აგარაკზე. ერთი წუთით კეისსა ვიღებ. კი ბატონო. მეც მანქანას დავაბინავებ და აი დაგებოდე. დაუძამეთ. არა, მე ჩემი სკუტერით წამოვა. კი ბატონო. ამ ბოლო პერიოდში მშობლებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მე ვიცოდი მამას რო ყავდა საყვარელი. მაგრამ არ მეგონა ამ გოგოს გულისათვის დედასთან დაშორებას თუ გადაწყვეტდა. ძალიან გემრიელი ყავა. როგორც ხედავ, ამ სახლში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს მოიხმარენ. მაგას რატომ ამბობ? მაცივარში არაჩვეულებრივი იტალიურ ღვინოს მოვკარი თვალი. დაგისხავთ თუ გნება. არა, ნუ შეწუხდებით, გასძანეთ. იცი, ეს მამას საყვარელი ღვინო იყო. სულ ქონდა ხოლმე სახლში. აი იტალიაში ვინმე თუ მიდიოდა, უცილებლად დააბარებდა ხოლმე რამოდენიმე ღვინოს. კარგი გემონება ქონია. არა მარტო სასმელებში. იტა, მე ახლა იმ ქალის ფოტოს განახებთ, რომელიც ამ სახლში იყო ეს მკვდარი. დიახ. თქვენ დააგვირდით და მითხარით თუ იცნობთ. კი დარწმუნებული ვარ ვიცნობ. იცნობთ? რა? რა შეასახ? ეს დილარა. ვინ? დილარა აზიზის შვილი. უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება. მამაჩემის აზერბაიჯანელი ბიზნეს პარტნიორის აზიზ მამედლის შვილია დილარა. რა ურთიერთობა ქონდა მასთან? აზიზი რაც გარდაიცვალა, ბიზნესი დილარამ ჩაიბარა და ეხლა მამასთან იყო მოსალაპარაკებლად ჩამოსული. ნამდვილად ის არის ხო? ბოლოს როდის ნახე? ვერ გაიგე რა კითხე? გამანებერა თავი. ნიკას სიკვდილის ამბავი როდის გაიგე? სანამ შენ არ მეტყოდი აზრზე არ ვიყავი. ახლა რა მეშველება? ნიკას ქარეში როგორ უნდა ვიცხოვრო? ბოლო დროს რამე საეჭვო
არაფერი შეგიმჩნევია? გუშინ ვის უნდა შეხვედრო და არ უთქვამს? ანას მოკლულია. დამპალი ქალი. მორჩის სიზულელებს. გუშინ აგარაკზე ერთად რო ყოფილიყავით, დღეს მეც არ ვიქნებოდი ცოცხალი. აქ რატომ მოგიყვანოთ? რა იყო? ქორიძის და იმ ქალის გვამი აქ არის აღმოჩენილი. როგორც ჩანს, ორი საქმე ერთი დანაშაულის გარშემო იყრის თავს. გამოდის დანაშაულის საწყისი პუნქტი სანაპიროი არა, ეს აგარაკია. როგორ თუ არ ჩამოსულა ივარ, რას მეუბნები? დილით უკვე ტალიში უნდა ყოფილიყო, დოკუმენტაცია უნდა ჩამოეტანა. კარგი, დაწყნარდი, ალბათ სადმე გაჩერდა. მობილურზე დაურეკე? გამორთული აქვს? კარგი, დაწყნარდი იბა. დაწყნარდი, გავარკვევ და გადმოგირეკავ. ხო? დილარაზე რამე ხომ არ გაგიგია, ხო არ დაურეკავს? არა, რა მოხდა? არ ჩასულა ტალინში. მე დოკუმენტაცია? თან აქვს. სასწრაფოდ იყო ჩასატანი. თემა უნდა ვნახო. მაგას უნდა წაიყვანა აეროპორტში. სავარაუდოდ ტყვარში ნაპოვნი გვამები კალენიკე ტყეშელაშვილი და მისი ცოლშვილია. ძალიან ბევრი დამთხოვაა. ესე იგი გამოდის მკვლელმა ჯერ ქორიძე და მამედლი მოკლა და მერე ის სამი ადამიანი. რატომ? ალბათ მოწმეები მოეშორა. ქორიძის მკვლელობის მიზეზი რა შეიძლება იყოს? ბევრი რამ. ფული, იმიტომ რომ მდიდარი იყო. ანგარიშსწორება, იმიტომ რომ საყვარელი ყავდა და მესამე, ცოლის შურისძიება. იმიტომ რომ მას ღალატობდა. ყველის ქმედებიდან გამომდინარე ის პროფესიონალი უნდა იყოს. როგორც ჩანს, მსხვერპლს ყელის გამოჭრის მომენტში ღრმა ძილით ეძინა და არც განძრეულა. ძილის წამალი სავარაუდოდ ღვინოში იყო ჩაყრილი. წამალი? გეგმის მიხედვით გოგონაც უნდა დაეძინებინათ, მაგრამ რაღაც გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო ის ფხიზელი დარჩა. შეგიძლია დააკონკრეტო. წარმოედგინეთ სიტუაცია, აგარაკი, საყვარლები, რომანტიკული საღამო. საუკეთესო იტალიური ღვინო, რომელშიც ძილის წამალია გარეული. ნიკას უყვარდა ეს ღვინო და მიეძალა. დილარას არ უყვარდა და არ დალია. ან ცოტა დალია. ჩვენი ვარაუდი გამართლდა და გაკვეთამ ნიკა ქორიძის ხეობაში დამაძინებელი საშუალება აღმოაჩინა. ესე იგი ცხადი ხდება, რომ საქმე კარგად დაგეგმილ და ორგანიზებულ მკვლელობასთან გვაქვს. კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული რომ ყოფილიყო, მოწმეების დახოცვა არ დაჭირდებოდა. აკაკი ყველაფრის გათვალისწინება შეუძლებელია. თუ დანაშაული წინასწარ დაიგეგმა, მაშინ მკვლელს ზუსტად ეცოდინებოდა მისი მისვლის დროს სახში ვინ იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, იცოდა კიდეც.
ტყეშელაშვილების ოჯახი შემთხვევით შეესწრო მკვლელობას. რადგან მკვლელმა მოწმეებს ბოლომდე ზდია და გაუსწორდა, ესე იგი შესაძლებელია, რომ რომელიმე მათგანმა მკვლელის სახე დაინახა. და თუ სახე დაინახა, შეიძლება იცნო კიდეც. და თუ იცნო, ესე იგი საქმეში ახლობელის ხელი ურევია. მოკლედ, მკვლელობის სავარაუდო სურათი ასეთია. მკვლელთან პირისპირ დარჩენილმა ოჯახმა მანქანით გაქცევა სცადა. მკვლელი მათ მოტოციკლით დაედევნა. დიდი სიჩქარით მიმავალმა მანქანამ სავარაუდოდ მართვის კონტროლი დაკარგა და ხეს შეეჯახა. აფეთქებაც სავარაუდოდ ამიტომ მოხდა. ან მკვლელის ტყვის გამო, რომელიც მანქანას მოხდა. შესაძლებელია. როგორც ჩანს, კალენიკეს ოჯახმა მანქანის დატოვება აფეთქებამდე მოახერხა. თუმცა მკვლელს დევნა არ შეუწყვეტია და საქმე ბოლომდე მიიყვანა. მკვლელი აშკარად პროფესიონალია. შორი მანძილიდან ანასროლი. კარგი, ამ ეტაპზე ვარაუდები საკმარისია. მოდით საქმეზე გადავიდეთ. კატო, სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეთ თბილისში და გვამები შეისწავლოთ. უნდა დაინიშნოს გარდაცვლილი ოჯახის წევრების ამოცნობა. ამაში სოფლის გამგებელი დაგვეხმარება. სასწრაფოდ უნდა დაიკითხოს ნიკა ქორიძის საყვარელი მაია ლობჟანიძე. ასევე ნიკას ფირმის ხელმძღვანელი პირები, მეგობრები, მეზობლები და პირადი მცველი. ამ საქმეს აკაკი და ეკა მიხედავენ. ვარა. ქორიძის ავტომანქანაა შესასწავლი. მე რა გვიშლის ხელს? გასაღები ადგილზე არ აღმოჩნდა. სპეციალისტი უკვე გზაშია და მანქანის გახსნა მალე მოხერხდება. ძალიან კარგი. მე და გიორგი აქ დარჩებით. დედა, ხო იცი რომ ხალატობდა? შენ ციცოდე. ხომ იცი თუ გამეყრებოდა უკაპიკოთ რჩებოდი. და მაინც იმის მხარეს იჭერდი. გინდა გითხრა რატომ? გინდა გითხრა? იმიტომ რომ 25 წლის გოგოს ბინაც კი ყიდა. მანქანაც და ანგარიშიც გაგიხსნა ბანკში. აი ამიტომ. შვილი ვიყავი. ზრუნავდა დედა. ხო დედა, შვილი იყავი. მისი ცხოვრება შენით იწყებოდა და შენით თავდებოდა, ოღონდ მე მის ცხოვრებაში ადგილი არ მეჭირა. არანაირი. შეგიძლია დაწყნარდე, მთელი ქონება ეხლა შენ ხელშია და იცხოვრე ბედნიერად. თუ შეგერგება მამას სიკვდილით გამდიდრება. ამ ხელა სახლში ერთი პატარა ოთახიც კი არ გამომიყო. შენ? ორი უზარმაზარი ოთახი. მთელი ცხოვრება ფეხებზე ვეკიდე. მთელი ცხოვრება ვეკიდე ფეხებზე. ისე შენც ფეხებზე კიდი ვარ. დედა, გეყოფა რა? ო, მეყოფა. მე ხლა თბილისში წავალ. დაკრძალვის ამბებს მივხედავ. ასე აჯობებს.
და ტყუის კვალი. სავარაუდოდ ტყუია მორშია ჩარჩენილი. ეს იგი სახში ცისროლეს. ეგრე გამოდის. კარგი, მიდი შენ კრიმინალისტებს დაუძახე. მორი შეისწავლონ. ხო. მე უკვე აქ ვარ. კარგი, გელოდები. ადვოკატი რეზო ბაზაძე. თემურაბული. დეტექტივის ზურაბ კიკნაძე. თქვენ ალბათ ნიკას ყოლობას იძიებთ. დიახ. მე არის რამე ახალი. მუშაობთ. ანა ვიზიარებ ჩემო კარგი. მართლა. ვიზიარებ ქალბატონო ანა. თემო თბილისში მივდივარ, წამოყევი. რა თქმა უნდა. მე დავრჩები ბატონ ზურას გავესაუბრები და თუ დაგჭირდები დამირეკე. კარგი. სხვა რამე არის კიდე? არა, მარტო ლეპტოპია. შეიძლება შიგნით საინტერესო ინფორმაცია იყოს. დარწმუნებული ვარ პაროლიადებს. ბუხართან ერთად მორში ტყვია აღმოჩნდა. შესასწავლია. იცით ნიკა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ბავშვობის მეგობრები ვიყავით. მესმის. მე ეჭვება, რომ ჩვენი მეგობრის შვილთან დაეჭირა საქმე. არა, ნიკა ცნობილი მექალთანი იყო და იმდენი საყვარელი ყავდა, მაგრამ ამას არ იკადრებდა. არ იყო ეგ ტიპი. დილარა შვილივით უყვარდა, მით უმეტეს აზიზის სიკვდილის შემდეგ. როგორც გავიგე, ცოლთან პრობლემები ჰქონდა. კი. გაყრის პროცესის წამოწყება მთხოვა. როგორც გაიყვა, ცოლს არაფერს უტოვებდა. მე ცოტა არ იყოს გამიკვირდა ეს ამბავი, მაგრამ ფული მისი იყო და რასაც უნდა და იმას უზამდა. და თქვენ იცით, ვის გამოაპირებდა ცოლთან გაყრას? კი. მაია ლობჟანიძე იყო მისი საყვარელი. ნიკა ქორიძის საყვარელი იყავით? ვიყავი და არც არასოდეს მალავდი. ყველა მიცოდა. დილარა მამედლისთან რა ურთიერთობა ქონდა? ახლობლური. თითქმის მამაშვილური. ის რომ საყვარელები იყვნენ, ეს სისულელეა. მაშინ ის ფაქტი რით აიხსნება, რომ ერთად მოკლეს? თან გვამები ესეთ პიკანტურ ვითარებაში აღმოაჩინეს. წარმოდგენა არ მაქვს. შედიოდა თუ არა დამკვეთის ინტერესებში, არ ვიცი. მაგრამ ნიკა და დილარას სიკვდილმა ჩვენი ბიზნესი ძალიან დააზარალა. თქვენ ფიქრობთ, რომ მკვლელობა დაკვეთილი იყო? რეზოსთან საუბრის შემდეგ ასეთი დასკვნა გამოვიტანე. და ვის შეეძლო დაეკვეთა? ამის გამკეთებელი მხოლოდ ერთი ადამიანია. ანა, ნიკას ცოლი. ვერა და ვერ შეიგდო, რომ ნიკას ის აღარ აინტერესებდა. გაყრის გაგონებაც არ უნდა და ბევრჯერ დამუქრებია კიდეც. მხარის დამადასტურებელი ფაქტები თუ გაქვთ? ყველა ესეთი ფაქტი რეზოსთან არის. როცა გაყრის პროცესზე დაიწყო მუშაობა, მაშინ მივაწოდეთ. კარგით. აგარაკზე თუ იყავით მკვლელობის დღეს? არა, ვაპირებდი, მაგრამ მე და ნიკამ რაღაცაზე წავიჩხუბეთ და აღარა ვსულ ვარ. გასაგებია. ნიტა, მამა თქვენის მანქანაში ლეპტოპები პოვნეთ. ახლა ვინდო წამოყვეთ და კომპიუტერი პოლიციაში წარადგინოთ. კარგით, მოვწესრიგდებით. ლაბორატორიიდან პასუხი მოვიდა. მერე? საძინებლიდან ამოღებულ ღვინის ფოთლში ბარბიტურატი აღმოჩნდა. საზეილე ნივთიერება. ქორიძის ორგანიზმშიც იგივე ნივთიერებაა აღმოჩენილი. ყველაფერი გასაგებია. ადგილზე მუშაობას მორჩით? კი. მაშინ შეგვიძლია თბილისში დაბრუნდეთ.
ვალით, მა შეიჭერი? ნუ, ბაძავ. არა. ეს რა არის, რითი ერთობი? კი არა, ერთობი მუშაობ. დილარას ფოტოებია. აკაი გოგო იყო. მართალია იყო. ვის უნდა მოეკლო? როგორც კი ამას გამოძიება დაადგინს, მაშინვე შეგატყობინებ. მაგრამ ამისთვის ეს ლეპტოპი უნდა გახსნა. პაროლი ადევს. მივხედავთ. კაი, ცოტა ხანში შემოგივი. ზვერავის დანაენა 40. ზვერავის? ხო. ასე დანებს საბჭოთა არმიაში და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში იყენებდნენ 1940 წლიდან 60-იან წლებამდე. ესე დანებს დამნაშავეები ხშირად არ იყენებენ. ყოველ შემთხვევაში მკვლელმა ძალიან კარგად იცოდა ამ საგნის დანიშნულება. და ხმარებაც. სხვათა შორის ასეთი დანებით უშიშროების თანამშრომლებს აჯილდოებდნენ. სისხლის გარდა არის კიდევ რამე კვალიზეთ? კი, ანაბეჭდებია. შეგულუხობა. ფაქტია. არა, უბრალოდ საკვირველია. მკვლელმა, რომელიც ასე პროფესიონალურად გაუსწორდა ქორიძეს და მამედლის, მკვლელობის იარაღი ადგილზე დატოვა და თანაც ანაბეჭდებით. შეიძლება მოწმეების გამოჩენამ გეგმები აურია. ან რადგან მამედლიმ წინააღმდეგობა გაუწია, აინიდან შემთხვევით გადაუვარდა. და ანაბეჭდებით შემთხვევით დატოვა. იქნება ეს ანაბეჭდები სულაც მამედლის ან ტყეშელაშვილების ოჯახის რომელიმე წევრს ეკუთვნის. მე ეჭვება. თუმცა გამორიცხული არაფერია. ყოველ შემთხვევაში სისხლის და ანაბეჭდებით სასწრაფოდ უნდა გადამოწმდეს. კი, აუცილებლად. რა ქენი? ლეპტოპი გავხსენი და მგონი რაღაც საინტერესო ვიპოვნე. რა იპოვნე? შიგნით სათვალთვალო კამერების დისტანციური მართვის პროგრამაა ჩაყენებული. ნახე. რა ხდება? ანგარაკზე ყველა ოთახში სათვალთვალო კამერებია. რა კამერები? ჩვენ არაფერი შეგვენიშნოს. როგორც ჩანს, შენიღბული იყო. საინტერესოა. არქივიც არის. ყოლობის დღეს გადაღებული მასალა? ეხლავე. გაჩერე. უკან დააბრუნე. გადიდე აქ. მაია გობჟანიძეა. მე მითხრა აგარაკზე არ ყოფილა.